რამდენიმე დღეა თურქეთში არსებულ ერთ-ერთ ქართულ სოფელში, ბაცგირეთში თქვენთან ერთად ვმოგზაურობ. ახლა დადგა ჯერი გაჩვენოთ მომენტი, რომელსაც შესაძლოა მცირე, მოკრძალებული ისტორიული მოვლენაც ვუწოდოთ. მანამდე კი პატარა ინფორმაციას ისევ მოგაწვდით ქართული სოფლის ბაცგირეთის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ბაცგირეთის მიწები უძველესი დროიდან ქართული სახელმწიფოს საზღვრებში იყო, წერილობითი წყაროები სოფლის ისტორიაზე ძალიან მწირია. გვიან შუა საუკუნეებში ის სამცხე საათაბაგოს მმართველობის ქვეშ იყო. მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში სოფელი ოსმალებმა დაიპყრეს. წინა ვიდეო მასალებში გაჩვენეთ ბაცგირეთში არსებული ეკლესიის ნანგრევები. იმ ეკლესიის არსებობა კი უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო დასახლება ოსმალურ პერიოდამდე. ოსმალურ პერიოდში კი ეკლესიები აღარ აშენებულა, რადგან ოსმალების მიერ დაპყრობილი ქართული სოფლები ისლამზე გადაიყვანეს. სოფელმა ბაცგირეთმა ოსმალეთის ხელში დიდი ხანი დაჰყო. მანამდე ვიდრე 1877-78 წლების ომის დროს რუსეთის ხელში არ აღმოჩნდა, როგორც ართვინის ოლქში შემავალი შავშეთ იმერხევის მდებარე სოფლები. პირველი მსოფლიო ომის დასასრულს რუსეთის არმიის რეგიონიდან გასვლის შემდეგ სოფელი ბაცგირეთი დამოუკიდებელი საქართველოს საზღვრებში დარჩა. ამ პერიოდით დიდხანს როდი გაიხარა სოფელმა. წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს 1921 წლის შემდეგ ქართული ჯარები რეგიონიდან გავიდნენ და ბაცგირეთი თურქეთს შეუერთდა. ანკარის მთავრობასა და საბჭოთა რუსეთს შორის მოსკოვის ხელშეკრულებით სოფელი თურქეთს გადაეცა. მოსკოვის ხელშეკრულება თარიღდება 1921 წლის 16 მარტით. ეს ის აბრაა, სადაც დღეს ამ სოფლის სახელწოდება იკითხება. 1925 წელს ბაცგირეთს სახელი მადენით შეუცვალეს. შეგახსენებთ იმას, რომ სოფელ ბაცგირეთში ორი ისტორიული ნაგებობათა ნაშთი დღემდეა შემორჩენილი. მე ორივე მათგანი გაგაცანით. ეკლესია თურქულად ქილისებს ეძახიან და საძგირელის უბანში ზღვის დონიდან 2430 მეტრზე მდებარეობს, ხოლო სოფლის შესასვლელში გვხვდება ბაცგირეთის ციხე, რომელიც ცნობილია ხევწრულის ციხედ. იგი იმერხევის ნაკადულის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ ხევწრულში, თურქულად ჩაღლიანში მდებარეობს. მას მაინც ბაცგირეთის ციხედ მოიხსენიებენ. ეკლესიის საძირკველზე ვდგავართ. ესა ნანგრევებად ქცეული ეკლესიის ადგილი, როგორც ხედავთ. ის არის გამა. ხო. ყალე ანუ იცი და ყალე დაკეთებული. ნახალე ციხე. 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 გამა იგია, იმიტომ ძითავზე ციხე არის. აჰა. ეს ეკლესია ციხეს უყურებდა. უყურებდა ეს ეკლესია, უყურებდა ეგ ციხეს, ხო, აქედანაც ჩანს. შორიდან. სოფლის ბოლოზე არის ციხე. კი. მთის წვერზე ჩანს ცოტა ნანგრევია ციხის. ეს ციხე ჩვენ გამოვიარეთ, ხო, რომ ნახეთ გზაში ის ციხეა. ციხე ხევწულის სოფლის ბაცგირეთის შესასვლელზე რომ არის. კი, ნახეთ ის ციხე აქედანაც ცოტა ჩანს, აგერ აქედან პირდაპირ ჩანს და ესე იგი ეს ეკლესია და ის ციხე ერთმანეთს უყურებდა. და როგორც საერთოდ ისტორიულად ცნობები გვეუბნებიან, ალბათ ერთმანეთთან კავშირიც ექნებოდათ. ახლა კი დაპირებული, სულ მცირე, პატარა, ისტორიისთვის გადასაცემი მოვლენა შემიძლია შემოგთავაზოთ. ეს ტრაფარეტი გუშინ გადავიღეთ და გუშინ მარიობის დასასწავლი იყო და აქ წერია მადენქოი ფესტივალი. ესე იგი სოფლის ფესტივალი. ხო, სოფლისა თურქის სახელი მადენკოი. ხო, თუ ასე ამ სოფელს თურქულად ქვია მადენკოი, ხო? და ფესტივალი. იგულისხმება ესა მარიობის ფესტივალი, ხო? ხო, მარიობის ფესტივალზეა საუბარი. მეგობრებო, მე ახლა თავს უფლებას ვაძლევ. ერთი ძალიან მაგარი რაღაც გავაკეთო. იმედია ამაზე პრობლემა არ გვექნება, მაგრამ
სოფლის მუხთარიდან უკვე ნება გვაქვს, ხო? კი გვაქვს. ხო და მინდა რომ აქ ქართულად დავაწერო მარიობის ფესტივალი და ჩემი ეს ხელწერა დავტოვოთ, აგერ ორი ადამიანი ვართ ამაზე პასუხისმგებელი. იმიტომ რომ ეს არის ქართული სოფელი ბაზგირეთი და არსად ქართული წარწერა არ მინახია. სასტუმროში ქართული წარწერა გავაკეთეთ ჩემი ხელით და მე იმას რა თქმა უნდა გაახლებენ, გაალამაზებენ, გაამდიდრებენ და სტუმრებს ესე ქართული წარწერით შეეგებებიან. ახლა მე აქ მინდა დავწერო მარიობის ფესტივალი, მაგრამ იცი რა მინდა რომ ვკითხო, მარიობა კი არა, სინამდვილეში ამას მარიამობა ქვია. იმიტომ რომ მარიამი იყო ღვთის დედა, ხო? ღვთის დედა, ანუ ღვთის მშობელი. უფალი იესო ქრისტეს დედა, რომელმაც შვა ქრისტე. და აქ მარიობის ფესტივალს რანაირი ისტორია აქვს, ანუ საიდან ანუ ვიცი რომ ძველად აღნიშნავდით და იქიდან მოვიდა, მაგრამ რა იციან მარიობის შესახებ, როზეიმობენ ისტორია რა იციან, რას ამბობენ, რა არისო ესო? აქ გულას ჩემ ბაღნობი ხან მარიობას აკეთებდნენ. და გინდა აქ სოფელში მარიობა გააკეთებდნენ და თაზე წაიჯდოდნენ მარიობაზე. Este მარიობას ტანსაცმელებს შეიცვდნენ გარმონით ზევდოდნენ. ზეიმობდნენ. ხო, გარმონი წინ ზევდოდა ხალხი უკნედან სიმღერი. მე რა მაინტერესებს ძმაო, იცი, ანუ მარიობა რას ნიშნავსო, რას ამბობდნენ, რას ნიშნავს მარიობა? ამისი მნიშვნელობა რა იციან, ანუ მარიამი ვინ არისო, ეს იციან? მარიამი ძველებმა იციან, ანუ ის მარიამი იყო ქრისტე. ქრისტეს დედა. ხო, ქრისტეს დედა და ახლა ჩვენ ამას მარიობა ცეკვაზე ფესტივალ აკეთებენ. ხო, ახლებმა უკვე აღარ იციან, რომ ეს ქრისტეს დედის დღესასწაულს აღნიშნავენ, მაგრამ შემორჩათ როგორც დღესასწაული და უკვე ცეკვავენ მღერიან და ასე შემდეგ, ხო? კი. იმ მარიობაზე საჭმელებს აკეთებდნენ. კი. სოფლის საჭმელები, ზოგი ბიშკა აკეთებს, ზოგი ყველიდან რაც ხებ გააკეთებს და მეიყრებოდნენ კალოზე, თაზე. და კალოზე იშენლიკებდნენ. კაი, მოდი ახლა მე ახლა დავწერე, იყოს ისტორიული მომენტია, ხო, ასე გამოდის და ამ ისტორიაში დავწერე ამ შემთხვევაში მე მარიობის არა, როგორც სწორად არის მარიამობის, ასე დავწერ მარიამობის დღესასწაული. მარიამობის ფესტივალი. უბრალოდ მოკლედ გავაკეთეთ ეს წარწერა, იმედია მე ამას თეთრი საღებავით. ეს არის ისტორიული ამბავი. იმედი არ დავისჯებით ამისთვის. და დღეს 29 აგვისტოა. გუშინ გვინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. მარიამობის თვეს 29 აგვისტოს შევასრულე აი ეს ისტორიული წარწერა. და დავაბრუნე ნორმალური, რეალური სახელი მარიამობის დღესასწაული და არა გამარჯობათ. არა ისე როგორც აქ შეცდომით იციან მარიობის დღესასწაული, არა. დავწერე ისე როგორც სწორია მარიამობის დღესასწაული. დიდი მადლობა უფალს ამისთვის. ნათია. ამ ვიდეოს გადაღებიდან 2 თვე გავიდა, როცა ჩემმა მეგობარმა ხმოვანი შეტყობინება გამომიგზავნა, რომელსაც ვიდეოს ბოლოს დავურთავ. ნათიაბლა გამარჯობა. ეთენეკაზე რომ სახელი დავწერეთ ქართულად ბაზგირეთი, თურქული ეძერა მადენქოი. ისეთი ვიდეო გააკეთეთ, თურქული სახელი არ გვინდა, ძალიან არ გვიყვარს. მადენქოი ეკუთვნის ჯინკო ბახირ, იმიტომ თურქული სახელი არ გვინდა. ძველ ბაზგირეთ, ძველ სახელზე ვაპირებთ ამას. ანკარაში და გაგზავნოთ ასეთი ვიდეო
მადენქვის სახელი ქართული გვინდა და თურქული არ გვინდა თქვა.